აი რატომ ატრიალებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცები ტყვიის თავს. მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტური ტაქტიკა. უკუღმა დატენილი ტყვიები. ჯარისკაცები ტყვის წვერს გილზაში ატრიალებდნენ და გარეთ ბრტყელ ნაწილს ტოვებდნენ, მაგრამ რატომ აკეთებდნენ ამას? პირველი მიზეზი იყო მძლავრი დამანგრეველი ეფექტი. ჩვეულებრივი ტყვის წვეტი სხეულს სწრაფად ტოვებდა, ხოლო უკუღმა დატენილი ტყვის ბრტყელი მხარე დარტყმისას ენერგიას ერთ წერტილში აჯამებდა. შედეგად ტყვია სწრაფად იშლებოდა და უფრო ფართოდ აზიანებდა სხეულს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი საბოტაჟი. თუ უკუღმა დატენილი ტყვია მტერს ჩაუვარდებოდა ხელში, დაისროდა მაღალი ალბათობა იყო, რომ წნევა სულაც გაეხეთქა. ამ ხრიგ ჯარისკაცები მტრის იარაღის გასანადგურებლადაც იყენებდნენ. იყო მესამე მიზეზიც კარის, დაფების და ბარიერების დაშლა. ბრტყელი ნაწილი ბევრად უფრო ძლიერად ურტყამდა ზედაპირს და ამიტომაც ახლო დისტანციაზე უფრო ეფექტური იყო. ეს მეთოდი არ იყო გავრცელებული, რადგან საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში საკმაოდ კარგად აღწევდა თავის მიზანს. უცნაურია, რამდენად კრეატიული ხდება ადამიანი იმ დროს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლის წართმევას ეხება.